როგორ ყალიბდება ადამიანში დამოკიდებულება და ბევრი რამე შეიძლება წავიდეს ცუდად, მოკლედ რა. როგორ ხდება პაციენტებთან მუშაობა? აუცილებლად რაღაც მიზანს ემსახურება ადამიანისთვის ადიქცია. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ წერთ პოდკასტ ძალიან საინტერესო თემაზე. მე ჟურნალისტი ლაშა ნოზაძე ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დამოკიდებულების ცენტრებზე, როგორ ხსნიან დამოკიდებულებს, როგორ ეხმარებიან პაციენტებს, კერძოდ კი ფსიქოლოგიური განხრით. ჩემი სტუმარი დღეს იქნება გიორგი კახნიაშვილი, რომელიც არის ფსიქოთერაპევტი ორგანიზაცია გამოსავალში. გამარჯობა ბატონო გიორგი, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოდით გადავიდეთ ჩვენი პოდკასტის დასაწყისზე და დავიწყოთ შემდეგი კითხვით. ადიქცია საკმაოდ დიდი თემაა და მაინტერესებს თქვენ ორგანიზაცია გამოსავალ, სადაც თქვენ ხართ დასაქმებული ფსიქოთერაპევტად, როგორ ხდება პირველი ვიზიტი? აი, როდესაც პაციენტი მოდის, ფსიქოლოგთან რომ მოდის, რა გზას გადის და შემდეგ პირველი კონსულტაცია როგორც ფსიქოთერაპევტს რა გაქვთ და როგორ ეხმარებით მას? იცით როგორ არის, ესე იგი გამოსავალი თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აქვს გამოსავალს პროფილი ადიქციასთან მუშაობის და უფრო ხშირად შესაბამისად გამოსავალს მომართავენ ადამიანები მოხმარების პრობლემით, ადიქციის პრობლემით, თუმცა არ არის ისე რომ ყოველთვის ფსიქოლოგთან გასაუბრება ხდება პირველად. როგორც წესი პირველად ხდება ბენეფიციარს გამოსავალის წარმომადგენელი და იქ ხდება უფრო განსაზღვრა რა მიმართულებით იქნება უმჯობესი კონკრეტულ ადამიანთან მუშაობა. მე პირადად როგორც ფსიქოთერაპევტი მუშაობ გამოსავალში, მაგრამ არ არის ჩემთვის განსაზღვრული რაიმე სხვადასხვანაირი მიდგომა ადამიანების მიმართ ადიქციის პრობლემით ან ადამიანების მიმართ, ვისაც ადიქციის პრობლემა არ აქვს. ძირითადად ესეა ხოლმე, რომ ადამიანმა, პაციენტმა თავად უნდა გამოთქვას სურვილი ფსიქოთერაპიის დაწყების და ამ შემთხვევაში ხვდებით ფსიქოთერაპიისთვის. ანუ როგორც მივხვდი, აუცილებელი ვარიანტი არ არის ფსიქოლოგთან კავშირი. ნამდვილად არა. და ანუ თუ პაციენტი მოისურვებს, უკვე მას შემდეგ ხდება თქვენი ჩართულობა, ხო? კი ბატონო. და რამდენად ხშირად აქვთ სურვილი დამოკიდებულ პაციენტებს, რომ ფსიქოლოგი დაეხმაროთ? ჩემი აზრით ეს საკმაოდ ხშირი უნდა იყოს. კი ბატონო, იცით, ხშირად არის, რა თქმა უნდა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, არის ესე, რომ ადამიანს თავიდანვე აქვს ეს იდეა და სურვილი, რომ აი ფსიქოთერაპია უნდა, ფსიქოთერაპიის დაწყება სურს, მაგრამ ასევე ხდება ხოლმე, რომ თუ კი კონკრეტულად გამოსავალში მოდის, მას გონებაში აქვს სხვა სერვისის მიღება, ესე იგი და გამოსავალში არის სხვადასხვა სახის ჯგუფები, მიდგომები, სხვადასხვა სახის პრაქტიკები და ხშირ შემთხვევაში გამოსავალის ბენეფიციარი სრულად კმაყოფილი არის ხოლმე ამ სხვადასხვა სერვისებით და პრაქტიკებით. კონკრეტულად აი სპეციფიკურად თუ კი ადამიანს აქვს გაგონილი ან აქვს ინტერესი ფსიქოთერაპიის, ამ შემთხვევაში ითხოვენ და აფიქსირებენ ხოლმე სურვილს, რომ ფსიქოლოგთან გასაუბრება სურთ და ასევე აი წეგან თქვი ეს პირველადი გასაუბრება წარმომადგენელთან რომ ხდება, ზოგჯერ არის რომ ურჩევენ ხოლმე, რომ აი ხომ არ ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგთან უფრო გირჩევნიათ და ასე შემდეგ. დიახ და როდესაც პაციენტი მოდის თქვენთან და უკვე უნდა დაიწყოს კონსულტაცია ამ ფსიქოლოგიის განხრით. აი რა პირველი ნაბიჯები იდგმება, რაზე დაიწყებთ საუბარს, აი მოვიდა პაციენტი თქვენთან და აი რა ხდება პირველ კონსულტაციაზე თქვენს და პაციენტს შორის. როგორც წესი, გამოსავალშიც ისევე როგორც კერძო პრაქტიკაში, მე პირადად ვარ ფსიქოანალიტიკური სკოლის წარმომადგენელი და ამიტომ ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ეთიკური და პრაქტიკული ჩარჩო და აქედან გამომდინარე ყველა პაციენტს ერთნაირი ჩარჩოთი და ერთნაირი ეთიკით ვუდგებით. როგორც წესი ეს არის ხოლმე ფსიქოანალიზში არის ფუნდამენტურ წესს ვეძახით, რომ პაციენტს ვეუბნებით, რომ მას შეუძლია თქვას ყველაფერი, რაც გონებაში მოუვა.
და ვუსმენთ ფსიქოანალიტიკური პოზიცია არის ფუნდამენტურად პასიური მსმენელის პოზიცია, მაგრამ აი პირველ რამდენიმე შეხვედრაზე, რასაც პრელიმინარულ შეხვედრებს ეძახიან, უფრო მეტად ჩართული შეიძლება იყოს თერაპევტიც, რომ სხვადასხვა ასპექტებზე ადამიანის ცხოვრების მეტი ინფორმაცია მიიღოს. თავიდან მაინც არის ხოლმე საჭირო, რომ საინტერესოა, რომ აი ბექგრაუნდი დასაქმებულია თუ არა ურთიერთობები ასე შემდეგ, ეს ჩაკითხვები პირველ რამდენიმე გაცნობით შეხვედრაზე მაინც უფრო აქტიურია ხოლმე. თორემ ძირითადად მუშაობს ეს ერთადერთი წესი, რომ პაციენტს შეუძლია ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე, რაც გონებაში მოუვა, თუნდაც ეს იყოს ტრივიალური, არადაკავშირებული პრობლემასთან და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერზე შეუძლია ფსიქოლოგთან საუბარი, არა მარტო ადიქციის ჭრილში, ხო? ნამდვილად. და როგორ ფიქრობთ, ყველაზე რთულ ფსიქოლოგიურ დარტყმას, რომელი ადიქცია იწვევს თქვენი გადმოსახედიდან, თქვენაც გიმუშავიათ ამ ყველაფერს? ნივთიერება კონკრეტულად. ნივთიერება ან თუნდაც უდომანია, ან თუნდაც ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანი ყველაზე რთულად რომელ სიტუაციაშია ფსიქოლოგიურად, როცა თქვენთან მოდის? დიახ, იცით რა არის? აი, მაგალითად, ჩვენ ვთქვით, რომ პაციენტს შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე, თუნდაც ეს ადიქცია არ იყოს და მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანი მოდის ადიქციის პრობლემით და ვიწყებთ თერაპიულ ანალიტიკურ სამუშაოს, უმეტესი წილი პაციენტის დისკურსის ტრიალებს თემებზე, რომელიც არ არის ნივთიერების მოხმარება. და ჩვენ გვაქვს აი სადღაც განსვლაც არის ადიქტოლოგიას და ფსიქოანალიზს შორის ძალიან დიდი განსვლა, სადაც ფსიქოანალიზი არ განიხილავს ადიქციას და მოხმარებას, როგორც ნოზოლოგიას, როგორც ერთ ჩამოყალიბებულ რაღაც დაავადებას და განიხილავს ადიქციას, როგორც შემადგენელ ნაწილს ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების. ეს შეიძლება რაღაც მიზანს ემსახურება, უფრო მეტიც აუცილებლად რაღაც მიზანს ემსახურება ადამიანისთვის ადიქცია. ამიტომ ჩვენ კონცენტრირებას არ ვაკეთებთ, აბა რამდენს მოიხმარს, აბა რა ცუდი ბიჭია ან რა ცუდი გოგოა რომ მოიხმარს და ასე შემდეგ. მთლიანად ვუსმენთ. ამიტომ რთულია რომ ესე დავყოთ, რომელი ადიქცია უფრო დამანგრეველია ადამიანისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამასთანავე, რომ ამ ფსიქოანალიტიკური მიდგომასთან ერთად არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადიქცია და ნივთიერების მოხმარება დიდწილად ფსიქიკური ცხოვრებიდან გამოვარდნილია, არ არის ფსიქიზირებული, არ არის შინაარსებით დატვირთული და ეს არის რაღაც აი ზოგჯერ თუნდაც მართლაც ბიოლოგიამდე დასული შეიძლება იყოს. აი ალბათ ამას ვიტყოდი, რომ ეს არის ხოლმე ყველაზე რთული, იმიტომ რომ აი ამ ადიქციური ქცევის, რომელიც რეალურია, მოკლე წრედზე მუშაობს, არა დატვირთული არ არის ტკივილით, სევდით, იმედით და ასე შემდეგ. აი ამ ადიქტურ ქცევასთან მუშაობა სიტყვებით და დისკურსით ძალიან რთულია. ამ ესეთ დროს მე პირადად და მე მგონი ესეც არის რეკომენდებული, ჩვენ ვითხოვთ ხოლმე, რომ რაღაც უფრო აქტიური ინტერვენცია მოხდეს ესეთ პაციენტთან, უფრო აქტიური ჩარევით დახმარება შეიძლება უკეთესი იყოს ესეთი პაციენტისთვის, ესეთ ექსტრემალურ შემთხვევებში. დიახ, გასაგებია და კიდევ აი მაგალითად, როდესაც პაციენტი თქვენთან საუბრობს რაღაც ისეთ პრობლემაზე, რომელიც აი ოჯახის წევრთან შეექმნა ადიქციის გამო. თუ ქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად პაციენტს მოყვება თავისი ნათესავი მეგობარი, რომელიც ამ ყველაფერში იმას ეხმარება და აი საერთო მკურნალობის ფორმა თუ ქონიათ, ოდესმე ეგეთი აი თანადამოკიდებულ ადამიანის მოყოლით ყოფილი. ძალიან ბევრ შემთხვევაში ძალიან ხშირად არის ეს, რომ პაციენტი, ვისაც აქვს ადიქციური პრობლემა,
თავისი ნებით არ წყვეტს ხოლმე, ხშირად არის ესე, რომ თავისი ნებით არ არის, რომ ის მოვიდა გამოსავალში, ან თუნდაც ფსიქოთერაპიაზე და ხშირად არის, რომ ის მოიყვანა ან ოჯახის წევრმა, დედამ, მეუღლემ, არ აქვს მეგობარმა. ესეთ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა აუცილებლად როცა არის სურვილი გავესაუბრებით ხოლმე ოჯახის წევრს, მაგრამ ფსიქოანალიტიკური გაგებით და ფსიქოთერაპიის ჭრილში ჩვენ ყოველთვის საქმე გვაქვს პაციენტთან, სუბიექტთან და მის სუბიექტურ რეალობასთან, ამიტომ მთავარი და წამყვანი ყოველთვის არის პაციენტთან საუბარი. ხანო მაინც ესე იგი პიროვნულად დადის თქვენი მუშაობა ადამიანთან და დიქტოლოგი ვინც არის რაღაცას დამოკიდებული უფრო პირად ჭრილში მიყვება ეს ყველაფერი და აი მაგალითად რა ეხმარება ადამიანს რომ ეს ადიქციისგან განიწმინდოს და ეს ფსიქოლოგიური მიღებული რაღაც დაღი რაც ფსიქოლოგიაში მას აწუხებს რახან ეს ადიქცია აწუხებს აი რა აქტივობები სურჩევთ ხოლმე რომ ეს ყველაფერი გადალახოს და ასე ვთქვათ მის სულში არსებული ის დაღი შედარებით შეუმსუბუქოს. აი როგორია თქვენი რჩევა ასეთი ადამიანების მიმართ? აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ცენტრის, როგორც არის გამოსავალი სხვა მსგავსი ცენტრები, ცენტრის მიდგომაზე და ფსიქოანალიზის და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის მიდგომაზე. რაც შეიძლება ითქვას ცენტრზე, აი მაგალითად გამოსავალში, როგორც თქვი, წეგან არის ძალიან ბევრი ჯგუფი. არის დღის ცენტრი, სადაც ადამიანები მოდიან და დღის დიდ ნაწილს ატარებენ ერთად ჯგუფში, მათ აქვთ სემინარები, ეს არის ინფორმატიული საგანმანათლებლო სემინარები, სხვადასხვა თემაზე ხდება საუბარი, გარკვეული საკითხების დამუშავება, მათ ბენეფიციარებს ეძლევათ ინსტრუმენტები, რომ იმუშავონ საკუთარ თავზე, მაგალითად ყველაზე ესეთი ცნობილი რაც მახსენდება არის მადლიერების ინსტრუმენტი, სადაც ბენეფიციარი ჩამოწერს საკითხებს, საგნებს, რის იმადლობელიც ის არის და ჯგუფის წინ კითხულობს. ასევე არის სხვადასხვა მიმდინარეობების ფსიქოთერაპიის სავარჯიშოების, როგორც არის CBT, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და მათ აქვთ გარკვეული ესეთი სავარჯიშოები, რაც მოიაზრება, რომ ადამიანში რაღაც ცვლილების შემომტანი შეიძლება იყოს, როგორც არის მაგალითად საკუთარ თავში იდენტიფიცირება სტრესის, სირთულის, შიშის და ასე შემდეგ. თუმცა ფსიქოანალიზი მკვეთრად ემიჯნება თეორიული წინააღმდეგობის და თეორიული არგუმენტების საფუძველზე ესეთ მიდგომას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და ჩვენ ვხედავთ კლინიკაში ყოველ დღე, რომ გაცნობიერება და რაციონალიზაცია საერთოდ არ არის შედეგის და ცვლილების მომტანი. ამიტომ ფსიქოანალიტიკურ მიდგომაში ჩვენ არასოდეს არც ერთ დავალებას და რჩევას და სავარჯიშოს პაციენტს არ ვაძლევთ. დიახ და აი რომ ესაუბროთ აი როგორც თქვენ ახსენეთ ამ ცენტრის აი გამოსავალს როგორი შეხედულება აქვს და აი რა სავარჯიშოებს თავაზობს თავის პაციენტებს უფრო მეტად ცოტა რომ გავშალოთ ეგ საინტერესო იქნება და თქვენი გადმოსახედიდან რომ შეაფასოთ ეს ყველაფერი როგორც ფსიქოთერაპევტ თან რამდენად არის კავშირში ეს ყველაფერი და სინთეზში როგორ მოყავთ და გაქვთ თუ არა კომუნიკაცია გამოსავალს და ფსიქოლოგებს ერთმანეთში რომ ეს პროგრამა შედგეს. ყოველთვის რა თქმა უნდა გვაქვს კომუნიკაცია და შეხმატკბილებული თანამშრომლობაც. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე ამ განსხვავებებს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ ამ განსხვავებებზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის სასიკეთო პრაქტიკისთვის და სასიკეთო პაციენტებისთვის და ეს საუბარი ამ განსხვავებებზე არ ემსახურება იმას, რომ კონფლიქტი წარმოვაჩინოთ ამ ორ მიდგომას შორის. აი მაგალითად გამოსავალის და ესე იგი ცენტრის ანუ ინსტიტუციის ამ პრაქტიკებს რაც შეეხება, თუნდაც არის არტ თერაპიის ჯგუფია, სადაც ადამიანები ისევ როგორც ჯგუფი ისე ესწრებიან და მონაწილეობენ, ხატავენ, სხვადასხვა დავალებები აქვთ, მერე ნახატის ინტერპრეტირება ხდება, რაც აი კიდევ ერთხელ რატომაც
ხერხდება ჩვენი თანამშრომლობა არის ის რომ ფსიქოანალიზშიც არ არის უცხო ეს მეთოდი თუნდაც მაგალითად ბავშვებთან მუშაობის დროს როცა მეტყველება არ არის ისე განვითარებული ხატვა და თამაში არის უმთავრესად წამყვანი მექანიზმი რისი ინტერპრეტირებაც თერაპევტს შეუძლია ამიტომ ამ მხრივ ძალიან ახლოს არის ეს ორი მიმდინარეობა ასევე აი თუნდაც დღის ცენტრში, როდესაც ჯგუფია და იქ ტარდება სემინარები და სხვადასხვა სავარჯიშოები, იქაც ინფორმაცია, რასაც აწვდიან ბენეფიციარებს, ძალიან ხშირად დიდწილად დერივირებული არის ანალიტიკური თეორიებიდან, მაგალითად ყოველთვის ამას აღვნიშნავ ხოლმე, რომ როცა მოდის ბენეფიციარი და პირველად ესწრება დღის ცენტრს, პირველი რასაც მას უხსნიან და ასწავლიან არის როგორ ყალიბდება ადამიანში დამოკიდებულება და პირველი ფრაზა არის ხოლმე ესეთი, რომ დამოკიდებულება ადამიანში ყალიბდება 0-დან 6 თუ 7 წლამდე. ესე იგი, ეს რა არის თუ არა ყველაზე პირველი და ძველი ფსიქოანალიტიკური თეორიიდან აღებული ცოდნა. ფსიქოანალიზია ის დისკურსი, რამაც ჩვენ გაგვაგებინა, რომ ადამიანში ეს პათოლოგიური გამოვლინებები ჩვილობის ასაკიდან ყალიბდება და როცა მე გამოსავალში ვხედავ, რომ ფსიქოანალიზიდან აღებულ თეორიულ კონსტრუქტებს იყენებენ კურნალობისთვის, ეს პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და თანამშრომლობასაც აადვილებს. თქვენ ახსენეთ, რომ ყველა ადიქცია ძალიან პატარა ასაკიდან გამომდინარეობს, ასე ვთქვათ. სიტყვაზე ნარკოტიკთან თუ აქვს შეხება ადამიანს 25 წლის ასაკში, ეს გამომდინარეობს სიტყვაზე 5 წლის ასაკში რაღაც მიღებული სტრესისგან თუ შეიძლება ჩვილობიდან რაღაც აი ეს რომ ამაზე რომ მოვიყო მეტი რა ძალიან საინტერესო თემაა ეს. დიახ. რომ დავაკვირდეთ ჩვილ ბავშვს, როდესაც ის იკვებება, როდესაც დედა კვებავს მას ძუძუთი იკვებება, ჩვენ ვნახავთ რომ ეს არ ემსახურება მარტო მის დანაყრებას. არის ხშირად რომ ბავშვი ტირის, არის ისტერიკაში, დედა მიცემს ძუძუს და ბავშვი მშვიდდება. არა იმიტომ რომ მას შია, იმიტომ რომ შეიძლება ნაჭამი არის, მაგრამ მაინც ტირის ხოლმე და დედასთან პირველად ობიექტთან კონტაქტი მას ამშვიდებს და განცხრომაში ამყოფებს, ხო? ფროიდი აღნიშნავს, რომ შეხედოთ ბავშვის სახეს, როდესაც ის ახლად მოწყვეტილია ძუძუს, ის არის სრულ განცხრომაში. ეს არ არის წმინდად ბიოლოგიური და მანქანური რაღაც, რომ იცით მე ნუტრიენტების დეფიციტი მქონდა, ეხლა ნუტრიენტებით სავსე ვარ და ესე არ არის. იმიტომ ახლავს ამ პროცესთან ტკბობა, რაღაც უფრო რაღაც რაც წმინდად ადამიანურია, ტკბობა და სიამოვნება ახლავს თან. თავიდან, ესე იგი, ადამიანის სიცოცხლის საწყის ეტაპზე კვება და სიამოვნების მიღება არის ერთმანეთზე დამყნობილი, ესე რომ ვთქვათ, ერთად არის ეს ორი პროცესი. მერეც აი რომ დავაკვირდეთ ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენ საკვებს არ ვიღებთ მარტო იმიტომ, რომ გვშია, ჩვენ ვიღებთ საკვებს იმიტომ, რომ სიამოვნების წყაროა ეს. ეხლა ეს შესავალი რატომ გავაკეთე, რომ არსებობს ფსიქოანალიზში ესეთი კონცეფტი ორალური განვითარების ფაზა, სადაც ორალური აპარატი, პირის მატრიცა არის ის პრიმატი, რითიც ადამიანი უკავშირდება სამყაროს თავიდან, ხო? ეს არის ის მატრიცა, რითიც ადამიანი სიცოცხლეს ინარჩუნებს, უნდა იკვებოს და ასევე სიამოვნებას იღებს. ხშირად ორალურ ფაზაზე ჩვილობის დროს, როცა რაიმე არ მიდის კარგად, ან შეიძლება დედას აქვს ტრაუმა, ან დეპრესია, პოსტმშობიარობის დეპრესია თუნდაც, ან თვითონ ჩვილი ბავშვის კონსტიტუციური ფაქტორები განაპირობებს რაღაცნაირად, რომ ეს ორალური ფაზა იდეალურად არ წარიმართოს. ხდება ხოლმე ფიქსაცია, რასაც ჩვენ ვეძახით, ფიქსაცია ამ ორალურ ფაზაზე, სადაც ადამიანმა განიცადა ფრუსტრირება, შეიძლება ეს რიტმი დედის ყოფნის, არ ყოფნის, პირველადი ობიექტის, დედის მკერდის ყოფნა, არ ყოფნა, შეიძლება არ იყო რიტმული, ხო? შეიძლება ეს ბავშვისთვის ტრაუმული იყო. ბევრი რამე შეიძლება წავიდეს ცუდად, მოკლედ რა. როდესაც ორალურ ფაზაზე არის ხოლმე რაღაც დარღვევა, მერე ეს გამოიხატება ზრდასრულობაში ის
ისევ და ისევ დაბრუნებაში იმ მომენტში, სადაც ადამიანი ამ ტკბობას იღებს და ადიქციასაც რომ შევხედოთ, ეს არის ხოლმე რომ ადამიანს აქვს კომპულსია, იძულება რაღაცნაირი რომ ტკბობა მიიღოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს მას ეს და ძალიან ძვირადაც უჯდება ხოლმე და ყველაზე უკეთ თვითონ ამ ადამიანმა იცის რა ძვირად უჯდება ეს ყველაფერი, ხო? თუმცა იმის და მიუხედავად რომ მისთვის ცხადია რომ ეს ან სიკვდილამდე მიიყვანს, ან ციხემდე, ან არ ვიცი, გაგიჟებამდე თუნდაც იცის ძალიან კარგად, მაინც აი ეს მისწრაფება რომ ტკბობა მიიღოს არის უძლიერესი და არის უფრო ძლიერი ვიდრე რაციონალური გონება. ამიტომ ვარაუდობთ ჩვენ და ამიტომ ვამყარებთ ხოლმე კავშირს ჩვილობის ასაკს და ზრდასრულ პათოლოგიებს შორის. და თვითონ აი ეს ირაციონალურობა, ერთი შეხედვით ირაციონალურობა, რომ ზიანის მიუხედავად მე მაინც მოვიხმარ ნარკოტიკს, ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს არ არის რაღაც მათემატიკური და რაღაც მხოლოდ ჰორმონებზე დამოკიდებული ან დამოკიდებული იმაზე ადამიანს ინფორმაცია აქვს თუ არა აქვს. ეს რაღაც უფრო არაცნობიერია და რაღაც უფრო ლტოლვითია. ამიტომ ფსიქოანალიზი ისევ და ისევ მოწინავეა ადიქციის გაგებაში. დიახ, ანუ ამ ყველაფრის გამო შემდეგ ადიქციისკენ, ანუ თქვენ ვთქვით, რომ ყველა ადამიანი მიდრეკილია კონკრეტული ადიქციისკენ, ეს არის თქვენი ნათქვამი, ხო, სწორად მიხვდი და ზოგი ამ ყველაფერს სხვა საქციელებით ამარცხებს ან ყვებავს თავს იმ სიამოვნებით და ზოგი ვერ უძლებს და შემდეგ გადადის უკვე სხვა ნივთიერებასა თუ სხვა რაღაცის სახის უფრო მძიმე ადიქტიისკენ. ცით ესე ვერ განვაზოგადებთ, იმიტომ რომ ადიქციას ამ ორალურ ფაზაზე ფიქსაციის გარდა კიდევ სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს, მაგრამ მართალი ხართ იმაში, რომ ადიქციისკენ მიდრეკილი ყველა არის, ყველა ადამიანს, ყველა სუბიექტს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ბრწყინვალე ადიქტი, აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ფსიქიკაში დევს ამის ჩანასახი. მაგრამ აი ზუსტად ის არის საინტერესო, რას აკეთებს ადამიანი ისეთს, რომ ყველა ადიქტი და ყველას ადიქტიური ქცევა არ უვითარდება, ხო? და განსხვავება სადაც არის ის, რომ აი ჩვენ რომ ავიღოთ ადიქტური ქცევა, ეს არის როგორც წეგან აღვნიშნე, ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ის მაინც ამ წრედზე ტრიალებს, ის მაინც ლტოლვის ქვეშ არის, მისი ლტოლვა იმდენად ძლიერია, აი cravings ეძახიან ხოლმე ახლა, მაგრამ craving-ი მაინც უფრო ვიწრო კონცეფტია. მართლაც რომ შეხედავთ ადამიანს ის ლტოლვის ტყვეობაშია, ხომ? ყველანაირ სირთულეს გადალახავს ადამიანი, ვინც ეგრეთ წოდებულ ლომკაშია, რომ ნივთიერება მოიპოვოს და მოიხმაროს. ესე იგი არის რაღაც, რაც ადამიანს მართავს. ის არ არის სუბიექტი თავისი თავის, ის არის ობიექტი თავისი ლტოლვის. განსხვავება გვეძლევა იქ, როდესაც ადამიანი არ არის ობიექტი თავისი ლტოლვის, ის არის სუბიექტი თავისი სურვილის. სურვილი არის ძალიან კომპლექსური კონცეფტი ასევე და რას მოიაზრებს, რომ სურვილის სუბიექტი ადამიანი იღებს გარკვეულ ლიმიტაციებს. მან იცის, რომ ის თუ უერთგულებს თავის სურვილს, ის ამით ლიმიტებს იღებს, მან იცის, რომ მაშინ დათმობს ამას, უნდა გაიაროს გარკვეული სირთულეები, რაღაცებზე უარი თქვას და ასე შემდეგ. ალბათ მაინც ამ ორ ხაზს შორის განსხვავებაა ის, რაც გვაძლევს ან ადიქტურ ქცევას, ან სურვილის სუბიექტს. დიახ. და ესე იგი, თქვენ აი მინდა მესაუბროთ უფრო ეხლა ცოტა ბოლოსკენაც გავიდეთ ნელა და მინდა რომ აი მესაუბროთ თვითონ ცენტრ გამოსავალის როგორ ხდება პაციენტებთან მუშაობა და აი თქვენი ფავორიტი და ასე ვთქვათ საჭირო აქტივობები, რასაც ყველაზე მეტად მოგწონთ გამოსავალში, რაც აქვთ დანერგილი, რომელიც თქვენი გადმოსახედიდან და თქვენი პროფესიიდან ყველაზე მეტად არის საჭირო პაციენტებთან დამოკიდებულების დროს. აი ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით.
ესე იგი, ჩვენ წეგავთ თქვით, რომ ორალურ ფაზაზე ფიქსაციის გარდა ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, რაც განმაპირობებელია ადიქტური ქცევის. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი არის რომ წარმოვიდგინეთ, რომ ძალიან მძიმე ნევროტულ კონფლიქტში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ყველაფერი აკრძალულია, კრიტიკებელი სააგენტო მის თავში, ესე იგი სუპერეგო არის დაუნდობელი, ხო? ამ ნევროზში, ამ შფოთვაში, საშინელ შფოთვაში და პარალიზებულია მისი ცხოვრება. შემდეგ აღმოაჩენს ხოლმე ეს ნარკოტიკს, არა აქვს ამ დროს მნიშვნელობა არც ორალურ ფაზას, არც გენიტალურს, არაფერს. აღმოაჩენს ნარკოტიკს, მოიხმარს ნარკოტიკს და მისთვის იშლება ცხოვრების მთელი გამა. მისთვის ეს ნევროზი, ეს შფოთვა, ეს აკრძალვა და სუპერეგო ისეთი მსახრალი აღარ არის და მისთვის უკვე შესაძლებელი ხდება ყველაფერი ის, რაც მისთვის იყო შეუძლებელი. ესეთ დროს მაგალითად ის ყველაფერი, ყველა ის პრაქტიკა, მათ შორის მისი გავლილი ფსიქოთერაპია ან სხვადასხვა აქტივობები, რომელიც მის ნევროს და მის ნევროტულ კონფლიქტს ცოტათი ჩააცხრობს, ეს იქნება მისთვის შვების მომგვრელი იმ განხრით, რომ მისთვის ერთადერთი გზა რომ იცხოვროს, აღარ იქნება ნარკოტიკი. გამოსავალში ამ მხრივ მაგალითად ძალიან ბევრი ინფორმატიული სემინარი ტარდება, გამოსავალში დამოკიდებულების სპეციალისტები რომ მუშაობენ ადიქციის მქონე ბენეფიციარებთან, მუშაობენ ამაზე, რომ მათ ესე იგი აი ესე აქტიური ინტერვენციით გააგებინონ, რომ ნარკოტიკის გარდა აი სხვადასხვა ღირსებები გაქვს შენ მაგალითად, აი სხვადასხვა რაღაცებია, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია მაგალითად, რომ გვერდი აუაროს ნარკოტიკს როგორც ერთადერთ გზას. ასევე მაგალითად აი ჩვენ წეგან საუბრობდით ლტოლვაზე და ლტოლვის ჰეგემონიაზე ადამიანში. ლტოლვის ჰეგემონიის პირობებში ადამიანი არ თმობს სიამოვნების არც ერთ წვეთს, ხო? ეს არის პრობლემა. ესე იგი ჩვენ ვიტყვით, რომ ის კასტრაციას არ იღებს, ის აკრძალვას და ლიმიტაციას არ იღებს. და იძახის, რომ კი ყველა სიამოვნების ყოველი წამი მე მეკუთვნის და უნდა მქონდეს. თუ არ მექნება, მაშინ კატასტროფა. ეს იმიტომ, რომ კასტრაციის ოპერაციამ სიმბოლური, რა თქმა უნდა, სიმბოლური კასტრაციის ოპერაციამ თავის დროზე არ იმუშავა. აი გამოსავალში მაგალითად არის ეს ერთ-ერთი მარტივი მაგალითი, როდესაც დღის ცენტრი რომ იკრიბება, ჯგუფი რომ იკრიბება, ყველა დამსწრე, ყველა ბენეფიციარი ტელეფონს ჩამოართმევენ ტელეფონს და ერთ ყუთში ალაგებენ. ეს არის წესი, რომელსაც ყველა ემორჩილება აბსოლუტურად. ეს წესი, იმასთან ერთად რომ ტელეფონმა არ დარეკოს და ასე შემდეგ, მთავარი რასაც ემსახურება არის ის, რომ ადამიანს აყენებს სხვათა შორის, რომ მე ერთ-ერთი სხვათაგანი ვარ, რომ ჩემთვის ლიმიტები არსებობს და რა თქმა უნდა, ხელს არავინ გარდაუგრიხავს და არ წაართმევს ამ ტელეფონს. ამ დროს ადამიანი თავისი ნებით თანხმდება ამას, რომ სიმბოლური კასტრაცია, რაღაც ჩაჭრა, რაღაც ლიმიტაცია მიიღოს, რომ ხო, მე თუ მინდა რომ ეხა აქ რაღაცა კარგი ასე შემდეგ, მაშინ მე ამას ვთმობ, ეს არის კასტრაცია. მე არ ვიცი რამდენად ამ მიზანს გააზრებულად ემსახურებოდა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრაქტიკა არის ყოველდღიურად გამოსავალში და აუცილებლად აქვს ეს ეფექტი, რომ ბენეფიციარი სხვათა შორის ერთ-ერთი ხდება. ან როგორც მივხვდი, ცდილობენ რომ ადამიანს ის ჩამოაშორონ, რომ აი მხოლოდ სიამოვნებისთვის არ ცხოვრობს და სიამოვნების გამო ყველაფრის მიღება არ შეიძლება. ანუ მარტივად რომ ვთქვა, შესაძლებელია ადამიანს აი სიტყვაზე რაღაც საყვარელი საჭმელი აიკრძალოს, ან საყვარელი კევი აღარ დაღეჭოს, რომ ის სიამოვნება მოიკლოს, რომ გაიაზროს, რომ შესაძლებელია ყოველთვის კარგად არ იყოს, რომ ეს ფუნქცია ჩაებეჭოს მის ტვინში, ხო, როგორც გავიგე. დიახ, და აი აქ არის ზუსტად დიდი კითხვის ნიშანი, რომ საერთოდ როდესაც მოდის ცენტრში ადამიანი, მის წინაშე არის ეს პირობა, რომ სისუფთავე უნდა შეინარჩუნოს. ესე იგი, ეკრძალება, ეს აკრძალვა მის წინ დგება.
უბრალოდ აი ეს არის რომ რამდენად მუშაობს ეს რამდენად გაძლებს ეს აკრძალვა კაი გაიარა ეს კურსი 2 თვე 3 თვე მე გამოვა ხო ველზე გარეთ და აღარ არის გამოსავალის წარმომადგენელი და აღარავინ უკრძალავს აი საქმე იმაშია რამდენად ის ახერხებს ინტერნალიზებას ამ აკრძალვის და რამდენად არის ეს აკრძალვა მხოლოდ აკრძალვა იმიტომ რომ მხოლოდ აკრძალვა როცა არის აი ეს მტკივნეული კასტრაცია ტრაუმული კასტრაციის გამოცდილებაა ხოლმე ბავშვობაში მხოლოდ აკრძალვა ამ აკრძალვის წინააღმდეგ გალაშქრება არის ხოლმე ხშირად ზუსტად ნივთიერების მოხმარება ანუ აკრძალვასთან ერთად ასევე რაღაც დირექტივაც უნდა იყოს რომ აი ეს ახლა შენ არა მაგრამ სამაგეროთ აი ეს თუ ამან იმუშავა ესე გარედან ჩარევით რატომაც არა ძალიან კარგი თუმცა ისევ და ისევ ყველაფერი არის თავად სუბიექტზე დამოკიდებული ყოველ ძალიან კიდე რას გამოარჩევთ რაც ძალიან მოგწონთ აი გამოსავლის ამ პოზიციაში როგორც ეხმარებიან პაციენტებს თქვენი პროფესიის ჭირიდან აი რა არის კიდევ ისეთი რაც მოგწონთ და ფიქრობთ რომ ეს ესე უნდა იყოს ნამდვილად და რას შეცვლით კიდევ ესეც რომ ვითხრათ უფრო ისე იცით აი ჩემი პროფესიიდან არ ვიტყოდი მაგრამ აი ზოგადად ვიტყოდი იმას რაც მე ვხედავ ყოველდღიურად ჯერ ერთი სასწაულებს ვხედავთ ხოლმე იქ რომ ადამიანები როგორ მდგომარეობაში მოდიან და ცოტა ხნის მერე როგორი გადასხვაფერებული არიან ხოლმე და აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი არის ხოლმე ის რომ მოვა ადამიანი თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე და შავბნელ პერიოდში და როდესაც გაივლის ამ ყველაფერს წარმატებული შემთხვევებზე ვსაუბრობ რა სწავლობს ხო თან ამ პერიოდში სწავლობს ამ თეორიულ კონსტრუქტებსაც ითვისებს და გამოსავალში არის ესეთი პრაქტიკა როდესაც ყოფილი დამოკიდებულები ყოფილი ბენეფიციარები ხდებიან კონსულტანტები და როდესაც ესეთ ადამიანთან მოდის მე ახალი ბენეფიციარი ის ხდება ადამიანს ვისაც აქვს უკვე ეს გზა გავლილი გამოცდილებული დიახ ვინც არ განსჯის მას რომ აი რა ცუდი ბიჭია რომ ხა ესქნა და ასე შემდეგ ესე იგი რაღაც ნათესაობა უჩნდებათ ადამიანებს რა იდენტიფიცირება შეუძლიათ მათთან მოახდინონ და იციან რომ უსაფრთხო სივრცე აქვთ მათ შეთავაზებული და რომ ის სპეციალისტი ვინც მის წინ ზის ის არ ზის რაღაც დიდ პედესტალზე და ზემოდან მითითებებს არ აძლევს მე ვფიქრობ რომ აი ეს არა განსჯის და ეს გაგების სივრცის შექმნა ყველაზე კარგია რაც აქვს კი ბატონო აი ყველაზე მეტად აი რა შეცვლიდით რაც თქვენ ფიქრობთ რომ ცოტა სხვაგვარად ან ცოტა სხვანაირად შეიძლება რომ გაკეთდეს უფრო უკეთესად რა თქმა უნდა დიახ იცით რა ყოველთვის იქნება ეს განსხვავება რომ ცენტრმა რომ ოპერირება შეძლოს აქვთ ესეთი კონცეპტები ხომ იგივე დამოკიდებული ან ნორმატიული ესეთი დაყოფა მაინც ხდება ან თანადამოკიდებული თქვენ წეგანაც ახსენეთ მე შემიძლია ვთქვა რომ არ არსებობს ბუნებაში ესეთი რაღაც რაც არის რასაც ეძახიან თანადამოკიდებულს იმის თქვა მინდა რომ ეს კონცეპტები არის ხდება რაღაცნაირი ქოლგა ტერმინები რის ქვეშაც იკარგება მე უამრავი ნაირსახეობა ადამიანის ფსიქიკის მოწყობის და შეიძლება რაღაცას ავლენდეს თანადამოკიდებულების მაგალითად გადამეტებულ ზრუნვას პარტნიორზე ან შვილზე ადამიანი და ის მოექცევა ამ ქოლგა ტერმინის ქვეშ რომ მე ვარ თანადამოკიდებული და თავიდან ეს იდენტიფიცირება კი შვებაა ხოლმე მაგრამ ამ თანადამოკიდებულის ქვეშ სიბნელეში რჩება ის მექანიზმები რატომ ავლენს ეს ადამიანი ამ ზემზრუნველობას და ასე შემდეგ და ამას ვადებ ხოლმე მე ხელს რომ ეს არ არის რეალობასთან ახლოს და არ არის სწორი რომ ესეთი ქოლგა ტერმინებით იყოს დაყოფილი ადამიანების ჯგუფი ნორმატიული და დამოკიდებული თანადამოკიდებული და ასე შემდეგ თუმცა ეს იმიტომ არის რომ ცენტრმა ოპერირება მოახდინოს და კატეგორიზება შეძლოს დიახ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ჩემი აზრით ჩვენს მაყურებლებსაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ ამ დამოკიდებულების ცენტრზე როგორ ფუნქციონირებს რა არის მისი ფუნქციები ფსიქოთერაპევტს რა ფუნქციები აქვს და
მე მინდა გთხოვთ ერთი თქვენი მესიჯი, რაც გაუგზავნიდით ისეთ ადამიანებს, ვინც დამოკიდებულები არიან, ან ყავთ მეგობარი, ახლობელი დამოკიდებული უბრალოდ, აი რას ურჩევდით მათ და როგორ შეაგულიანონ თავიანთი მეგობრები და თვითონ თავის თავი. იცით რა, როდესაც ადამიანი ტანჯვაშია, ბნელ, მძიმე ტანჯვაში, ამ დროს განაის რომ მას იმედი არ აქვს და ასე შემდეგ. არ ჩანს, გზა არ ჩანს. აი ნამდვილად არ ესახება შესაძლებლობა ადამიანს რომ შეიძლება რომ სხვანაირად ვიცხოვრო და სხვანაირად იყოს. აი მე ვეტყოდი რომ ზოგჯერ უბრალოდ ბრმად უნდა ენდო რომ არსებობს გამოსავალი რომ ზოგჯერ ბრმად უნდა ენდო რომ შეიძლება ეხლა მე ვერ ვხედავ მაგრამ არსებობს რა და ჩემი მესიჯი იქნება ის რომ შესაძლებელია ნამდვილად და განაჩენი არ არის არც ნევროზი არც ადიქცია და არაფერი. დიდი მადლობა. ჩვენი პოდკასტის სტუმარი იყო ბატონი გიორგი კახნიაშვილი, გამოსავლის ფსიქოთერაპევტი. იმედია მოგეწონა ჩვენი პოდკასტი. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. მადლობა თქვენ რომ გვესტუმრეთ, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. მადლობა.